სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ამინ. დღეს მე მინდა გესაუბროთ წარმართული თავისი არსით სატანური დღესასწაულის შესახებ, რომელსაც ჰელოვინი ჰქვია. ახლოვდება ამ დღის აღნიშვნა და აქედან გამომდინარე მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მნიშვნელობა და არსი ამ სატანური დღესასწაულისა და გითხრათ იმის შესახებ, რომ მონაწილეობა რაიმე სახით, თუნდაც გართობის თვალსაზრისით ხსენებულ დღესასწაულში არის უარყოფა და გმობა ღმრთისა და აღსარებლობა სატანისა. საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაული? დღესასწაული ჰელოვინი დაიბადა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით სიკვდილი შობს სიცოცხლეს, ამიტომ ახალი წლის ჭყალებში დადგომას, საერთოდ ახალი სიცოცხლის დაბადებას ისინი აღნიშნავდნენ შემოდგომით 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე, შუა ღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთ სამქაინს, რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ. ახალი წლის ზეიმის წინადღით დრუიდები, ანუ კელტი ქურუმები, ყველა ოჯახში აკრობდნენ კერას, ლამპრებსა და კოცონებს. მეორე დღის საღამოს კი აჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს ბნელეთისა და სიკვდილის თავადისადმი შეწირვების აღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ სამქაინი კმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ ერთგულთაგან მიძღვნილ შესაწირს, იგი ნებას დართავდა მიცვალებულთა სულებს ამ დღეს მოენახულებინათ მშობლიური სახლები. აქედან იღებს სათავეს წარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება ჰელოვინის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯებისა და სხვადასხვა სულების კოსტუმებში გამოწყობილ ადამიანთა ხეტიალი, რაც საიქიო სამყაროსა და უწმინდურ ძალებთან სააქაოს ურთიერთობას, სიმბოლურ გამოხატულებას ანიჭებდა. წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილია აგრეთვე სამქაინის მსახური ბნელი ძალებისადმი შესაწირის მირთმევის სიმბოლიზირებული ქმედება. ითვლებოდა, რომ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობდნენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ სასმელ საჭმელს ღამის ყდიათში მოხეტიალე სულებისათვის. მათ სწამდათ, რომ სამქაინის რისხვა და წყევლა დაატყდებოდა თავს ხალხს, თუ ამ სულებს ძღვენით არ დააკმაყოფილებდნენ. აი ამ წარმართული დღესასწაულის ჭეშმარიტი აზრი. სავსები ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა, რადგან ამით იგი პირდაპირ აღიარებს კერპთაყვანის მცემლობას, ღალატობს უფალ ღმერთს და ჩვენს წმინდა ეკლესიას. მიცვალებულების განსახიერების რიტუალში მონაწილეობით, ღამის უკუნში ხეტიალითა და სანოვაგის გამოთხოვა ჩამორიგებით, ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას საიქიოს მნელ სულებთან, რომელთა მბრძანებელი უკვე სამქაინი კი არა თავად სატანაა, მაცდური, რომელიც უფალ ღმერთს დაუპირისპირდა. სასმელ საჭმლის დარიგებით უბრალოდ კბილეულით კი არ უმასპინძლდებით ბავშვებს, ამით ზღვენს მწირავთ სამქაინს, ანუ სატანის ხსოვნას და გამოხატავთ მისდამი პატივისცემას. არსებობს ჰელოვინთან დაკავშირებული სხვა ტრადიციებიც,
რომლებსაც უნდა განვეშოროთ. ასეთებია ყოველგვარი მისნობა, ჯადოქრობა და გრძნეულება. ანდა ლამპრის, ანუ ჯეკის გამოდგმა. ეს არის ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც ამოკვეთილია საზარელი ნიღაბი. გოგრაში სანთელს ანთებდნენ. წმინდა ჭყალებში კოცონიდან მოტანილი ახალი ცეცხლით. მასზე ამოკვეთილი ნიღაბი კი მიცვალებულს განასახიერებდა. ამგვარი წმინდა ლამპარი ჭყალებში, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ემთო, მაცხოვრისა და მისთვის სათნო ყოფილთა ხატების წინ ანთებული წმინდა კანდელის ეშმაკისეული, გაუკუღმართებული მიბაძვა არის. ამგვარი სახუმარი ჭყალებში ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვა უკვე სიკვდილთან დაკავშირებულ წარმართ დღესასწაულებში მონაწილეობის ტოლფასია. აქ მარტო მიწიერი სიკვდილი არ იგულისხმება, ეს ნიშნავს უკვე მარადიულ სიკვდილს, რადგანაც ვინც მონაწილეობს ასეთ წარმართულ დღესასწაულებში, სწორედ რომ სულს წარიწყმեց და მარადიულ კვდომას მიეცემა. ადრე ქრისტიანული ეკლესიის წმინდა მამები ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ კელტების წარმართულ ტრადიციას. ამ მიზნით მათ დაადგინეს ქრისტიანული დღესასწაული ყოველთა წმინდათა. დღესდღეობით იგი აღინიშნება სულთ მოფენობიდან პირველ კვირას. ამ სახელწოდებიდან გამოთქმა ჰელოვინი, წინა დღე, ყოველ წმინდათა, საიდანაც დროთა განმავლობაში მივიღეთ შემოკლებული ფორმა ჰალოვინი, სამწუხაროდ ადამიანთა უმეცრების ან უბიცობის გამო ხსენებულ წარმართულ ზეიმს შეცდომით უწოდეს ჰელოვინი, ანუ მიუსადაგეს ეს წმინდა მამათა ხსენების დღე, დღესასწაული აი ამ სახელდებას სატანური ორგიისა. რადგან დასავლეთში მას და ყოველთა წმინდათა ქრისტიანულ დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავდნენ, ასე შეინიღბა წარმართული რიტუალი ქრისტიანული ჟღერადობის სახელით, რაც მრავალს აცდუნებს. ეკლესიის ძალისხმევას დაეძლია წარმართული ზეიმი ანტიქრისტიანულად განწყობილმა ადამიანებმა უპასუხეს იმით, რომ მეტი მოშურნეობით იწყეს საღამოს აღნიშვნა. ბევრ რიტუალს ასრულებდნენ ქრისტიანული ღვთისმსახურების შესაბამისად, დასაცინად. ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილი დასცინოდნენ ეკლესიის მიერ წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ტრადიციას. მკრეხელური ქმედებებს იყენებდნენ მოპარულ ქმედებების გამოსაყენებლად, იყენებდნენ ჯვრებს, წმინდა ნაწილებს და მოწყალების გამოთხოვის ტრადიცია ქრისტიან სისტემური დევნის მიზეზი გახდა. რადგან თავიანთი რწმენის გამო არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ბნელეთისა და წვდიადის თავადისადმი მიძღვნილ დღესასწაულში. ვინც არ მონაწილეობდა ამ დღესასწაულში, ისინი გარკვეულწილად იდევნებოდნენ კიდევაც. სხვადასხვა ფორმით. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი იდევნებოდეს პირდაპირ ამ სიტყვის გაგებითა და მნიშვნელობით. რატომ დამკვიდრდა ესოდენ მყარად ბევრ ქრისტიანში მართლმადიდებლობასთან აშკარად შეუთავსებელი წარმართული კულტი? ამ ყოველივეს მიზეზი უპირველესად იმ ქრისტიანებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც საკუთარი სულიერი აპათიისა და დაჩლუნგების გამო უღმერთოებისა და ღვთისაგან განდგომას უწყობენ ხელს. ისინი, ვინც გვარწმუნებენ, რომ ჰელოვინი და მისი მსგავსი დღესასწაულები მიუხედავად მათი აშკარად წარმართული ფესვებისა და კერძთაყვანისმცემლური არსისა, უსაფრთხოა და უწყინარი და ამდენად დიდი მნიშვნელობა არც უნდა მივანიჭოთ მათ, ანგრევენ ჩვენს სულიერ ბალავარს, ხელს უწყობენ წარმართობისა და ათეიზმის, ასევე სატანიზმის გავრცელებას. მართლმადიდებელ ქრისტიანს მართებს მკაცრად წინააღმდეგეს მსგავს მოვლენებს, რამე თუ სახარების სწავლებით უფალი ღმერთია ჩვენი და ყოველი საქციელისა და რწმენის მსაჯული.
საქმენი ჩვენი ან ღმერთს ეძღვნება, ან ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული. შუალედური ნეიტრალური გზა არ არსებობს. ასე რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამის შესახებ. გაუნათლებელი არა მარტო ეკლესიური თვალსაზრისით, არამედ საერთოდ შეიძლება ასე ვთქვათ, ღმერთის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები და უზნეო ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრების არს იმაში ხედავენ, რომ რა ჭამონ, რა სვან, რითი გაერთონ, ასე დღესასწაულებს მიიჩნევენ უბრალოდ და ფიქრობენ, რომ მერე რა მოხდა, რომ ვთქვათ, შეიმოსოს ადამიანი ასეთი სამოსელით. პირდაპირ სადაც რქები აქვს დადგმული ადამიანს, კუდი აქვს, ბავშვები ამბობენ, რომ მე ეშმაკი ვარ და თითქოს ეს აღიქმება ისეთ უწყინარ მოვლენად. და ამის გამო შემდეგში ისჯებიან. ის ბავშვებიც ისჯებიან. ის მოზრდილებიც ასევე, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი წარმართული სატანური დღესასწაულების მოწყობას და შემდეგ ამბობენ, რომ როცა დაისჯებიან და განსაცდელები ეწევათ, რატომ მოხდა ეს? განიკითხავენ ღმერთს და განიკითხავენ ასევე იმ სასულიერო პირებს, რომლის შესახებაც ისინი აფრთხილებდნენ, რომ ასე ნუ მოიქცევით, რადგანაც დაისჯებით. ან თუ მოხდება ასეთი რამ შემდეგში და იგივე სასულიერო პირები იტყვიან, რომ აი ამიტომ დავისაჯეთ, შემდეგ ამ რისხვას ანთხოვენ სწორედ ამ გადაგებების გამო და ასეთი სასულიერო პირების გამო და არა იმის გამო ნერვიულობენ, ნაღლობენ ან განიცდიან, რომ ასეთ ორგიებში მიიღეს მონაწილეობა. ასე რომ დავფიქრდეთ ამის შესახებ და არამც თუ ჩვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებს არ მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ ასეთ ორგიებში მონაწილეობა, არამედ სხვებსაც უთხრათ, ყველას გავაგებინოთ, რომ ასეთი ქმედებების გამო განიდიდება სატანა და უარყოფილი ხდება ღმერთი და მის დამირწმენა, რის გამოც ჩვენ თლიანად შემდეგში ერს გვეწევა განსაცდელები. ასე რომ დავფიქრდეთ ამის შესახებ და ყურადღებით ვიყოთ. ყველას ჩვენს ახლობლებს აუხსნათ მნიშვნელობა ამ სატანური დღესასწაულისა და მოუწოდოთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არანაირი ფორმით. მით უფრო ეს განსაკუთრებით ხდება ხშირ შემთხვევაში სკოლებში, საბავშვო ბაღებში, იმ დაწესებულებებში, სადაც ბავშვები არიან. და თითქოს და ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ უწყინარი აღნიშვნაა რაღაც დღესასწაულის. ამიტომ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი სწორედ იმის გამოხატვა, პროტესტის გამოხატვა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ხშირ შემთხვევაში ჩვენ სასულიერო პირებს ზოგიერთი სკოლის დირექტორი არ გვიშვებს სკოლაში, რომ ვიქადაგოთ მართალი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და მაშინ რა უფლებით უშვებენ ასე შემოსილ ბავშვებს სკოლაში. მე ეს არ მესმის. ზოგიერთი დირექტორი ამბობს, რომ ცით რა, ჩვენ არ აღნიშნავთ ამას, მაგრამ ბავშვებს ვერ დაუშვით იმას, რომ რქებით მოვიდნენ, შეღებილები მოვიდნენ, კუდები ატარონ და ასე შემდეგ. ეს სკოლაა თუ მინიმუმ თეატრი და მაქსიმუმ კიდე სატანური ღონისძიება ვერ გავიგეთ. ასეთ შემთხვევაში რა ქვია ამ დაწესებულებას? სკოლა, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს რაღაც სხვადასხვა მეცნიერებები, თუ სატანურ ორგიებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ ამ შემთხვევაში მშობლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ. თუ თქვენი შვილი არ წავა ასე შემოსილი და ასეთ ორგიაში არ მიიღებს მონაწილეობას, არც სხვას არ უნდა მისცეთ უფლება, რომ თქვენი შვილის გვერდზე აღმოჩნდეს. და მით უფრო რომ შემდეგში ხდება დაპირისპირება ბავშვების. და ის ბავშვი, რომელიც წესიერად მიდის, ნეობრივად სწორად არის აღზრდილი და ქრისტიანული წმენით არის აღსავსე, ხდება დაცინვის ობიექტი. ხშირ შემთხვევაში მართლაც ეს გაუნათლებელი ბნელი ადამიანები ასეთ ბავშვებს მერე შეურაცხყოფას აყენებენ და მნელებს ეძახიან.
ამიტომ რა უფლება აქვს ასეთ შემთხვევაში დირექტორებს ან იმ ადამიანებს, რომელთა პასუხისგებლობაზე დგას, რომ აი ესეთი დაპირისპირება მოაწყონ ბავშვებში. ამიტომ მშობლებმა ძალიან მკაცრად უნდა მოითხოვოთ პასუხისმგებლობა ასეთი დირექტორების. თქვენ ამის უფლება გაქვთ. და ძალიან ბევრი რამ უფლება ჩამოგართვეს ისე, რომ თქვათ ჩვენში. და უკვე ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გქონია განათლების მინისტრთან საუბარი, ნებისმიერთან, რომელიც ამ ბოლო დროს იყო და ეხლა ახალ მინისტრთანაც გვექნება ალბათ აუდიენცია ცოტა ხანში, რომ რატომ ჩამოაშორეს მშობლები ასე სკოლას. ფაქტიურად მშობელს სკოლაში შესვლასაც კი უბრძალავენ, რომ გაეცნოს იქ არსებულ ურთიერთობას, ვითარებას, ბავშვებისა და მოსწავლეების, ბავშვებისა ერთმანეთთან, რომ განსაზღვრონ რა ხდება იმ სკოლაში, კარებია დაკეტილი და ვერავინ ვერ შედეს იქ. რა უფლებით ხდება ეს? თუ იქ ჩვენი შვილები არ სწავლობენ და არა გვაქვს ჩვენ უფლება, რომ დავაკვირდეთ პროცესებს და ასევე პედაგოგებთან და დირექტორებთან მქონდეს ურთიერთობა. ეს არა მარტო უკვე ჰელოვინს ეხება. ასე რომ უფრო მეტი ყურადღებით და უფრო მეტი ძალისხმევით მივაქციოთ ყურადღება არა მარტო ასეთ დღესასწაულების აღნიშვნას, ასევე ჩვენი შვილების მონაწილეობას ამა თუ იმ ეგრეთ წოდებულ დღესასწაულში. ერთმანეთს დაგლოცოთ და გაყოფოთ.